ამ მოდულში ჩვენ გავივლით ყველაფერს, რაც ფრილანსერმა უნდა იცოდეს იმისთვის, რომ ლეგალურად იმუშაოს საქართველოში და სწორი არჩევანი გააკეთოს თუ რომელი ტიპის გადასახადების გადამხდელად შეიძლება დარეგისტრირდეს თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე. მოდულის მომზადებაში დამეხმარა წამყვანი საბუღალტრო კომპანია NG. მე პირადად რაც ფრილანსერი ვარ, სარგებლობ მათი სერვისით და რეკომენდაციას უწევ. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ვარ აკრედიტირებული ფინანსისტი ან აუდიტორი. ამ ვიდეოში მოსმენილი ინფორმაცია არ არის რჩევა თუ როგორ მოიქცეთ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტებთან. როდესაც ფრილანსერის ლეგალურად მუშაობაზე მიდგება საქმე, საქართველოს კანონმდებლობით რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ესენია: ინდმეწარმე, მცირე მეწარმე, შპს, ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შპს-ს დამატებული ვირტუალური ზონის სტატუსი და შპს-ს დამატებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. ამ მოდულში გავივლით თითოეულ მათგანს. დასაწყისისთვის ალბათ უნდა გავერკვეთ ტერმინოლოგიებში. განვიხილოთ, რა არის მოგების გადასახადი, რა არის საშემოსავლო გადასახადი, რა არის DGG და რა არის დივიდენდი. რა არის მოგების გადასახადი? მარტივად რომ ვთქვათ, მოგების გადასახადი არის გადასახადი იმ ფულზე, რაც კომპანიამ სუფთა მოგებად მიიღო. ანუ შენი ბიზნესი მთელი წლის განმავლობაში იღებს შემოსავალს, ამ ფულიდან ასევე გვაქვს ხარჯები, ხელფასი, ოფისი, ინტერნეტი და ასე შემდეგ, რაც ბოლოს გრჩება, ეს არის სუფთა მოგება. საქართველოში იურიდიული პირებისთვის მოგების გადასახადი არის 15%, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ იხდიან, როდესაც კომპანიიდან გააქვთ ფული, ეს იქნება დივიდენდი თუ სხვა წყარო. ამას ესტონური მოდელი ქვია, ანუ არ იხდი ფულს, სანამ არ წაიღებ. ასევე შეიძლება მოგვიწიოს გადასახადის გადახდა 15%-ის, როდესაც გვაქვს ხარჯი ისეთ საქმიანობაზე, რომელიც არ არის კომპანიის პირდაპირ საქმიანობა, ან ისეთი ხარჯები, რომელსაც დოკუმენტით ვერ ამომტკიცებთ. რა არის საშემოსავლო გადასახადი? ეს არის გადასახადი იმ შემოსავალზე, რაც შენმა შრომა მოიტანა. საშემოსავლო გადასახადი არის 20%. როდესაც დაქირავებული პირი ვართ, საშემოსავლო გადასახადს კომპანია ჩვენს მაგივრად იხდის. ხოლო როდესაც ინდმეწარმე ვართ, ჩვენ ვართ ვალდებულები ის გადავიხადოთ. მაგრამ ინდმეწარმის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვაკლოთ დოკუმენტირებული ხარჯები, ანუ ისეთი ხარჯები, რომელიც ეხება ჩვენ საქმიანობას და მათზე გვაქვს დოკუმენტი, ანგარიშ ფაქტურა, ქვითრები და ასე შემდეგ. რა არის DGG-ს გადასახადი? დამატებით ღირებულების გადასახადი ვრცელდება საქონელსა და მომსახურების მიწოდებაზე, ასევე იმპორტზე. DGG-ს გადასახადი არის 18% და ის ითვლება პროდუქციის ან მომსახურების ფასიდან. ასევე მოქმედებს ჩათვლის მექანიზმი, ანუ თუ თქვენ გაყიდეთ პროდუქტი, რომელშიც DGG-ს გადასახადი შედიოდა და ასევე იყიდეთ პროდუქტი, რომელშიც DGG-ს გადასახადი ასევე შედიოდა, თქვენ იხდით მხოლოდ სხვაობას. ანუ თქვენ მიერ მიღებულ DGG-ს გამოკლებული DGG, რომელიც იყო დადებული პროდუქტზე, რომელიც თქვენ შეიძინეთ. რა არის დივიდენდი? დივიდენდი არის კომპანიის მეწილეების მფლობელებისთვის კომპანიის მხრიდან გაცემული მოგების წილი. ანუ კომპანიამ იშოვა ფული, დაფარა ყველა ხარჯი და დარჩა სუფთა მოგება. ამ მოგებიდან გასცემს მფლობელზე ფულს. დივიდენდის გადასახადი არის 5%. ალბათ ბევრ თქვენთაგან საინტერესებს რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის საქმიანობას ახორციელებს ყოველგვარი რეგისტრაციის და სტატუსის გარეშე. საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, თუ ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე, ეს ჩაითვლება კანონდარღვევად. რა ხდება ასეთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში? საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას შეიძლება განვითარდეს ორი სცენარი. პირველი, სიტყვიერი გაფრთხილება და რეგისტრაციის ვალდებულება. თუ დარღვევა პირველად გამოვლინდა და საგრძნობის ზიანის გამომწვევი არ არის, საგადასახადო ორგანო გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება შემოიფარგლოს სიტყვიერი გაფრთხილებით. ამავე დროს პირი აუცილებლად ვალდებულია დაუყოვნებლივ დარეგისტრირდეს, როგორც გადასახადის გადამხდელად, მაგალითად ინდმეწარმედ. ასეთ შემთხვევაში დაიკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით რეგისტრაციის ვალდებულებების დარღვევისთვის. და მეორე სცენარი, გადასახადის გადაცვლა და სრული დავალიანების მოთხოვნა. უფრო სერიოზულ შემთხვევებში, როცა ფიზიკურ პირმა დიდ თანხებზე შეასრულა ბრუნვა ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე, საგადასახადო ორგანო განახორციელებს გადასახადის გადაცვლას. პირი ვალდებული იქნება გადაიხადოს ის გადასახადი, რაც წესით უნდა გადაიხადა თავისი შემოსავლიდან. მაგალითად, პირი რეგისტრაციის გარეშე გამოიმუშავებდა წელიწადში 100,000 ლარს. ჩვეულებრივი საშემოსავლო განაკვეთი არის 20%, ანუ გადასახდელი თანხა არის 20,000 ლარი. ამას ზევიდან დაემატება ჯარიმა, მაქსიმუმ 50% ამ გადასახდელი თანხის, ანუ 20,000 ლარს ზევიდან დაემატება 10,000 ლარი და დაემატება საურავი, ყოველდღიურად 0.05% ვადაგადაცვლებულ თანხაზე. რა არის საურავის მექანიზმი? საურავი იწყება
დარიცხვის იმ დღიდან, როდესაც უნდა გადაგეხადა გადასახადი. მაგალითად, იანვრის თვეზე საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაგეხადა 15 თებერვალს. თუ არ გადაიხადე, 16 თებერვლიდან იწყება საურავის დარიცხვა, ყოველ დღე 0.05%. თუ მარტშიც არ გადაიხადეთ თებერვლის გადასახადი, ესეც დაემატება და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საგადასახადო ორგანო არ დადებს აუდიტის დასკვნას. Რამდენი წელი შეუძლია შემოსავლების სამსახურს შეგვამოწმოს. დღევანდელი კანონმდებლობით ფინანსური ოპერაციების შემოწმების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი. დღეს თუ არის 2025 წლის აპრილი, საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება შეამოწმოს 2022, 2023, 2024 და 2025 წლის მიმდინარე პერიოდი. იშვიათ შემთხვევებში, მაგალითად, მძიმე სამართალდარღვევის ან საგადასახადო ვალდებულებების დამალვის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო წარსული წლებით შემოწმდეს. თუ ფიზიკური პირი საქმიანობას ახორციელებს რეგისტრაციის გარეშე, არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ დაიკისროს გადასახადის სრულად გადახდა, დაერისხოს ჯარიმა, დაერისხოს საურავები, დაკარგოს დამატებითი საგადასახადო შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა მომავალში. ამიტომ ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთანავე უმჯობესია დროულად დარეგისტრირდე და ყველაფერი ოფიციალურად გააფორმო. ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან ურთიერთობაში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს როგორც ფიზიკური პირი. ინდივიდუალური მეწარმეს სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავის ქონებით. თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორებს შორის შეთანხმებით, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მისაღებად არ გვაქვს კონკრეტული აკრძალული ან ნებადართული საქმიანობები. თავარია დასაშვები იყოს კანონმდებლობით. გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა საქმიანობა ითხოვს ლიცენზირებას ან ნებართვას, მაგალითად კლინიკა, სათამაშო ბიზნესი და ასე შემდეგ. ან საქმიანობა მოითხოვს სხვა ფორმით სავალდებულო რეგისტრაციას, მაგალითად ბანკი, სადაზღვეო კომპანია, საადვოკატო ბიურო და ასე შემდეგ. ინდივიდუალურ ბიუჯეტში იხდის შემოსავლის 20%-ს. ანუ სრულ შემოსავალს თვის განმავლობაში აკლდება დოკუმენტირებული ხარჯები, რაც საქმიანობისთვის გაწია და დარჩენილი ნაშთის 20%-ს იხდის ბიუჯეტში. თუ ბრუნვით გადააჭარბებს 100,000 ლარს, ინდივიდუალურ მეწარმე ვალდებულია დარეგისტრირდეს DGG-ს გადამხდელად. თუმცა ინდივიდუალურ მეწარმე არ იხდის DGG-ს იმ შემოსავალზე, რომელიც მიიღო არარეზიდენტისგან. ხოლო თუ არარეზიდენტი კომპანია ამ პიროვნება გვიწევს მომსახურეობას, აქ სხვათა შორის ითვლება აფორქის საკომისიოებიც, რადგანაც ამ შემთხვევაში ითვლება, რომ აფორქმა გაგვიწია მომსახურეობა და ამის სანაცვლოდ მიიღო ჩვენგან შემოსავალი, ანუ იყო ჩვენი ხარჯი. ჩვენ შემთხვევაში ვიხდით 10%-ს არარეზიდენტისგან მიღებულ მომსახურეობის თანხაზე და ასევე DGG-ს 18%-ს. მაგრამ DGG-ს თანხას უკუჩათვლით ვიბრუნებთ უკან. იმისათვის, რომ მივიღოთ ინდივიდუალურ სტატუსი, უნდა მივმართოთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შევავსოთ სარეგისტრაციო განცხადება, განაცხადში მივუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები და საქმიანობის სფერო, გადაიხდით სარეგისტრაციო მოსაკრებელს. ამ ეტაპისთვის ერთ სამუშაო დღეში რომ მომზადდეს დოკუმენტი ეს არის 26 ლარი, ხოლო განაცხადების შეტანის დღესვე 75 ლარი. და შემდეგ მიიღებთ რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ მონაწერს, რომელიც ადასტურებს თქვენს სტატუსს. მცირე მეწარმე. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი მცირე მეწარმის სტატუსს აქვს. ის ფრილანსერებს და ზოგადად ფიზიკურ პირებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ 1%-იანი საშემოსავლო განაკვეთით, ჩვეულებრივი 20%-იანი გადასახადის ნაცვლად. კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს იმ საქმიანობის ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს მცირე მეწარმის სტატუსს. აკრძალული საქმიანობებია ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზიას ან ნებართვას, გამონაკლისია მხოლოდ ტაქსის მომსახურება თბილისში, სამედიცინო, საადვოკატო, სანოტარო და სააუდიტო მომსახურება, საკონსულტაციო საქმიანობა, მათ შორის საგადასახადო კონსულტირება, სავალუტო ოპერაციები, სათამაშო ბიზნესი, აქციზური საქონლის წარმოება, პერსონალის უზრუნველყოფის მომსახურება, აქ შედის HR, რეკრუიტინგი და ასე შემდეგ. თუ მცირე მეწარმემ განახორციელა რომელიმე აკრძალული საქმიანობა, მას მცირე მეწარმის სტატუსი გაუქმდება. გარდა ამისა, მცირე მეწარმე უნდა იყოს მომსახურეობის მიმწოდებელი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მუშაობდეს დაქირავებით. იმის გასარკვევად მივიკუთვნებით თუ არა მომსახურეობის მომწოდებელთა კატეგორიას, შემოსავლების სამსახური სთავაზობს სპეციალურ კითხვას, რომლის შევსების შემდეგ მიიღებთ დასკვნას. როგორც აღნიშნეთ, მცირე მეწარმე ბიუჯეტში იხდის ბრუნვის 1%-ს. ბრუნვაში ითვლება შემოსავალიც და ის ხარჯებიც, რომელიც მან გასწია. ანუ ამ შემთხვევაში შემოსავალს ხარჯები არ აკლდება, როგორც ეს იყო ინდივიდუალურ მეწარმის შემთხვევაში. შემოსავლის ლიმიტი მცირე მეწარმისთვის არის 500,000 ლარი კალენდარული წლის განმავლობაში, 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.
თუ ბრუნვა გადააჭარბებს 500,000 ლარს, გადაჭარბებულ ნაწილზე გადასახადი გაიზრდება 3%-მდე. ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ლიმიტის გადაჭარბება იწვევს მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმებას. ასევე თუ მცირე მეწარმის ბრუნვა გადააჭარბებს 100,000 ლარს, ის ვალდებულია დარეგისტრირდეს DGG-ს გადამხდელად. თუმცა მცირე მეწარმესაც არეგისტრება DGG-ს გადახდა იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია არარეზიდენტი პირისგან. თუ კი მომსახურებას მივიღებთ არარეზიდენტი კომპანიისგან ან პირისგან, მაგალითად აფორკის საკომისიო, როგორც ეს ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში ვთქვით, ამ შემთხვევაში ვალდებულები ვართ გადავიხადოთ 10% გადასახადი მომსახურების ღირებულებაზე და დავარიცხოთ 18%-იანი DGG იმავე თანხაზე. მაგრამ გადახდილი DGG-s თანხა მოგვიანებით უკუჩათვლით გვიბრუნდება უკან. მცირე მეწარმის სტატუსის შესახებაც საჭიროა გავიაროთ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი. უნდა დავრეგისტრირდეთ ინდივიდუალურ მეწარმეებს საჯარო რეესტრში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებული, მიმართოთ საგადასახადო ორგანოს სპეციალური განაცხადით. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის პორტალზე ან მისვლით შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრში. გადაიხადოთ 100 ლარის ოდენობის მომსახურების საფასური, თუ ელექტრონულად შეავსებთ, მაშინ რეგისტრაცია უფასოა და შემდეგ მიიღოთ სერტიფიკატი. სტატუსი ძალაში შედის განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მაგალითად, თუ თქვენ განაცხადს შეიტანთ აპრილში, სტატუსი ამოქმედება 1 მაისიდან. შპს ნიშნავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. ანუ ეს არის კომპანია, რომლის მფლობელი მეწილეები პასუხისმგებლები არიან მხოლოდ იმ ფულით, რაც კომპანიაში აქვს შეტანილი და არავინ ითხოვს მათ პირად ქონებას კომპანიის ვალების დასაფარად. თუ შპს-ს ვალი აქვს, შენ სახსელ მანქანას ვერ შეეხებიან. შპს-ს შეუძლია ჰქონდეს ერთი ან მეტი მეწილე, შპს-ს ხავს დირექტორი, ვინც მართავს ყოველდღიურ საქმიანობას. შპს არის ცალკეული იურიდიული პირი, დამოუკიდებლად არსებობს შენგან. შპს იხდის მოგების გადასახადს, რადგანაც არის იურიდიული პირი და აქვს მოგება. მოგების გადასახადი შპს-ისთვის არის 15% და ის მას იხდის მხოლოდ მაშინ, როდესაც მოგების გატანა ხდება კომპანიიდან. მოგების გადახდა ხდება 4 შემთხვევაში. განაწილებული მოგება, თუ დივიდენდის გატანა, ამას 5% ემატება ზევიდან. ხარჯები, რომელიც არ არის მისი საქმიანობისთვის საჭირო და ხარჯები, რომლებიც არის დოკუმენტის გარეშე. ჩუქება, თუ შპს სხვა ფიზიკურ პირს რაიმეს აჩუქებს, უფასოდ გაუწევს სერვის ან საქონლის უსასყიდლოდ გადასცემს, ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს მოგების გადასახადის გადახდა. ხოლო თუ შპს-ს სხვა შპს-ს აჩუქა, ამ შემთხვევაში არ ვიხდით. წარმომადგენლობითი ხარჯები. ეს არის ხარჯები, რომელიც შპს-მ გასწია იმისთვის, რომ მიიღოს ვინმე დელეგაცია ან გამართოს ვახშამი მეწილეებისთვის და ასე შემდეგ. თუ ეს ხარჯები არ აღემატება წლიური შემოსავლის 1%-ს, მაშინ ისინი არ იბეგრება. DGG-s კუთხით, შპს-ის შემთხვევაშიც იგივე სქემა გვაქვს. თუ არარეზიდენტს გაუწიეთ მომსახურება, მაშინ DGG-ი არ ვიბეგრებით, ხოლო თუ გაუწიეთ რეზიდენტს მომსახურება, მაშინ ვიბეგრებით და ასევე DGG-s გადამხდელად უნდა დავრეგისტრირდეთ, როდესაც ჩვენი ბრუნვა იქნება 100,000 ლარზე მეტი წლიურად. შეგვიძლია წინასწარაც დავრეგისტრირდეთ, ეს ნებაყოფლობითია, ხოლო 100,000-ის შემდეგ ეს აუცილებელია. შპს-ის რეგისტრაციის პროცედურა. რეგისტრაციისთვის საჭიროა გქონდეთ მზად კომპანიის დასახელება, კომპანიის მისამართი, იურიდიული მისამართი, დირექტორის მონაცემები, პირადი ნომერი, მისამართი, მეწილეების დამფუძნებლების მონაცემები და წილები, კომპანიის საქმიანობის სფერო. შეგიძლია იყო ერთდროულად მეწილეც და დირექტორიც. შესავსებია მარტივი ფორმები, შპს-ის რეგისტრაციის განცხადება, შპს-ის წესდება, ეს არის სტანდარტული ფორმა, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ იუსტიციის სახში შეავსოთ. დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, თუ ერთი მეწილია, ეს ფორმალურად არ არის სავალდებულო, მაგრამ ხშირად ერთდროულად აკეთებენ. წესდებაში უნდა ეწეროს კომპანიის საქმიანობის მიზანი, მეწილეების წილები და დირექტორი. ეს დოკუმენტაცია უნდა წარვადგინოთ საჯარო რეესტრში, პირდაპირ იუსტიციის სახში ან ონლაინ. რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი ერთ სამუშაო დღეში, ხოლო 100 ლარი იმავე სამუშაო დღეს. გადახდის თვითარი უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისას. შპს-ს აქვს საშუალება კონკრეტული კრიტერიუმების დაცვის შემთხვევაში აიღოს ვირტუალური ზონის სტატუსი. ეს სტატუსი შპს-ს აძლევს შეღავათს და ათავისუფლებს მოგების გადასახადისგან. ამ შემთხვევაში რჩება მხოლოდ დივიდენდის გადასახადის 5%-ის გადახდა კომპანიიდან ფულის გატანის დროს. და საქართველოს საგადასახადო კოდექსში გვაქვს ჩანაწერი, რა არ იბეგრება ვირტუალური ზონის იურიდიული პირისთვის. 99 მუხლის ჟ პუნქტში ვკითხულობთ. ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, მოგების განაწილება. ანუ მიღებული მოგება არ იბეგრება.
ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეფინიცია კანონის დონეზე არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. ანუ თუ ჩვენ ვქნით საიტს უცხოური კლიენტისთვის და ვიმყოფებით საქართველოში, ამ პროდუქტის შექმნის დროს, მაშინ ვირტუალური ზონის სტატუსით შეგვიძლია სარგებლობა. 2 წლის წინ ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მასობრივი შემოწმება მოხდა. იყო ბევრი ბუნდოვანება და ამბობდნენ, რომ თითქოს და შემოსავლის 60% უნდა განაწილებულიყო ხელფასებზე. ახლა ეს სფერო და ეს სტატუსი უფრო დარეგულირდა, დასტაბილურდა. ვირტუალური ზონის სტატუსისთვის რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, ვინც აკმაყოფილებს 2 კრიტერიუმს. უნდა ქმნიდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტს, რომელიც გადის საქართველოს საზღვრებს გარეთ და ამ პროდუქტის შექმნის დროს აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში. ვირტუალური ზონის სტატუსის სასაღებად აუცილებელია გადავიდეთ საიტზე newzone.mov.g, შევასოთ ელექტრონული განაცხადი და დაახლოებით 10 სამუშაო დღეში მოგვენიჭება ელექტრონული სერტიფიკატი. არის უადო. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის სასაღებად აუცილებელია რომ იყოთ იურიდიული პირი, რომელიც ამ საქმიანობით დაკავებულია 2 წელიწადზე მეტი ხანი. ან შეიძლება იყოთ ფიზიკური პირი, რომელიც ამ საქმიანობით 2 წელზე მეტია დაკავებული და შემდეგ შექმნათ შპს, ანუ შეიძლება იყოთ დამფუძნებელი შპს-ში, ანუ იურიდიული პირის. საერთაშორისო კომპანიის შეღავათი არის ის, რომ თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ქვეშ კომპანიაში გყავთ დაქირავებული დასაქმებული პირი, მისი საშემოსავლო გადასახადი იქნება 5% 20%-ის ნაცვლად. დივიდენდის გადასახადისგან საერთაშორისო კომპანია არის განთავისუფლებული. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადი აქვს 5% ნაცვლად 15%-ისა. ასევე საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების გადასახადისა, გარდა მიწის გადასახადის. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად საჭიროა მიმართოთ პარლამენტს და ის განიხილავს ხდომაზე, მაგრამ იმისთვის რომ განიხილონ კომპანიას ან დამფუძნებელს უნდა ქონდეს 2 წელიწადზე მეტი ისტორია ამ საქმიანობის წარმოების. ამ ეტაპზე საერთაშორისო კომპანია არის დასარეგულირებელი, რადგანაც სხვადასხვა დადგენილებები სხვადასხვანაირად აღწერენ დარღვევის შემთხვევაში, რომელი თარიღიდან ხდება სტატუსის გაუქმება. ასევე გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რის გამოც შეიძლება სტატუსი გაგვიუხდეს. მაგალითად, გვაქვს ასეთი მცნება, როგორც თამდები შემოსავალი, ანუ შემოსავალი, რომელიც მივიღეთ სხვა წყაროდან და არა ჩვენი ძირითადი საქმიანობიდან. მაგალითად, კომპანია თუ გაყიდის მის მფლობელობაში არსებულ აქტივს, ეს ჩაითვლება როგორც თამდები შემოსავალი. და თუ მისი თანხა აღემატება კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 2%-ს, ეს გამოიწვევს სტატუსის გაუქმებას. ჯერჯერობით საერთაშორისო კომპანიის სტატუსით არ სარგებლობს ბევრი კომპანია, რადგანაც როგორც უკვე ვახსენე, ეს სფერო არის დასარეგულირებელი, ბევრი ხარვეზი და ნიუანსი არის, რომელიც არის გასათვალისწინებელი, ასე რომ ალბათ ჩვენ შემთხვევაში ეს სტატუსი ნაკლებად გვაწყობს. მოდი გავაკეთოთ პატარა შეჯამება, რომელი სტატუსი გვაწყობს რა შემთხვევაში. იმაზე შევთანხმდეთ, რომ მუშაობის გაგრძელება, როგორც ფიზიკური პირი, არის ძალიან დიდი რისკი და კანონდარღვევა და ასე მუშაობა არ შეიძლება. ინმეწარმე არის ერთ-ერთი ვარიანტი, თუ ჩვენი საქმიანობა შედის მცირე მეწარმის აკრძალულ საქმიანობათა სიაში. მაგალითად, თუ ჩვენ ვახორციელებთ HR-ს და recruiting-ს საფორკზე, მაშინ მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ვისარგებლეთ და მოგვიწევს დავრეგისტრირდეთ როგორც DGG-ს გადამხდელად, ან შპს-ს ვირტუალური ზონის სტატუსით, ან შპს-ს საერთაშორისო კომპანიის სტატუსით. მცირე მეწარმე არის ჩვენ შემთხვევაში ყველაზე ხელსაყრელი, რადგანაც ჩვენ ვიხდით მხოლოდ შემოსავლის გადასახადს 1%-ს, არ ვიხდით DGG-ს, რადგანაც ვემსახურებით არარეზიდენტ კლიენტებს და ისინი იღებულობენ ჩვენგან სერვისს. ასევე, როდესაც არარეზიდენტები გვემსახურებიან ჩვენ საუბარია აფორკის საკომისიოზე, მანდაც არ გროვდება ბევრი თანხა და ის არის მხოლოდ 10% საკომისიოსი. და თუ ჩვენი საქმიანობა არ არის აკრძალულ საქმიანობათა სიაში, მაშინ ეს სტატუსი არის ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი. ასევე აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ აფორკის სერვისით, რომელიც არის კონსულტაცია, როდესაც ფრილანსერები კომპანიას ან კლიენტებს თავაზობენ საკონსულტაციო დროს. ვიცით, რომ აფორკს აქვს ეგეთი ფუნქციონალი, როდესაც შეგიძლია შენ დროს რაღაც კონკრეტული ფასი დაადო და კლიენტთან გამართო საუბარი ვიდეო ზარის საშუალებით და ვიდეო ზარის შემდეგ დაგერიცხებათ ფული. ეს საქმიანობა არის აკრძალული კანონით. ანუ ჩვენ ამ სერვისით ვერ ვისარგებლეთ. თუ ვისარგებლეთ, დავკარგავთ მცირე მეწარმის სტატუსს და შეიძლება ჯარიმას დაგვეკისროს. შემდეგი არის შპს. ალბათ ჩვენ შემთხვევაში სტანდარტული შპს-ს რეგისტრირებას აზრი არ აქვს, რადგანაც უნდა ვიხადოთ მოგების გადასახადით 15%,
უნდა ვიხადოთ დივიდენდის 5%, თუ გვეყოლება თანამშრომელი, უნდა ვიხადოთ 20% შემოსავლის გადასახადი, უნდა დავარისხოთ პენსიის გადასახადი და ასე შემდეგ. თუ ასეთი სქემა გვაქვს, მაგალითად გვაქვს სააგენტო, Upwork-ზე ყავს რეზიდენტი დასაქმებული პირები, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ან ვირტუალური ზონის სტატუსით, ან შეგვიძლია ვისარგებლოთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ამ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელია, რადგანაც საშემოსავლო გადასახადს ვიხდით 5%, მოგების გადასახადს ვიხდით 5% და დივიდენდის გადასახადი არ გვაქვს. თუმცა, როგორც უკვე ვახსენე, ეს სფერო არის საკმაოდ დასარეგულირებელი და ალბათ მოგვიწევს, რომ ცოტა ხანი დაველოდოთ, როდის დარეგულირდება. მანამდე შეგვიძლია ვისარგებლოთ ვირტუალური ზონის სტატუსით, თუ ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებს ეს სტატუსი. კიდევ ერთხელ გავმეორდები, მე არ ვარ ბუღალტერი, არ მაქვს შესაბამისი აკრედიტაცია, არ ვარ აუდიტორი და ამ ვიდეოებში, რაც მოისმინეთ, არ არის რჩევები და არ არის ის გზამკვლევი, როგორც უნდა მოიქცე. ეს არის ზოგადი საინფორმაციო ხასიათის. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტებთან.